შესანიშნავად უკრავდა. ხო. დედის მხრიდანაც დათოს დედის მხრიდანაც პაპას და ბებიაც შესანიშნავად უკრავდნენ და ალბათ გენებია ყველაფერი. ყველასათვის აშკარა იყო. დათო მომავალში ცნობილი ადამიანი გახდებოდა. მაგრამ რომელ სფეროში ეს ჯერ ვინ იცოდა? დათო ცოტა ჩაბუტკუნებული იყო, ესეთი სუქანი იყო, მაგრამ მაინც კოორდინაცია ჰქონდა. რო გასინჯეს მოეწონათ. მითხრეს რომ ამად ამ დროს მომიყვანეთ სავარჯიშოდ. მივიყვანე, დაიწყო დათომ ვარჯიში. გავიდა ერთი წელიწადი და რაღაც თბილისში ტარდებოდა რაღაც საკავშირო ტურნირი, ესეთი 7-8 წლის ასაკში და დათომ მეორე ადგილი აიღო. დათო ერთნაირი წარმატებით უკრავდა სალამურზე და იქნევდა ჩოგანს. მას ერთნაირად დიდი წარმატებები ჰქონდა ორივე სფეროში. მან ძალიან ადრე დაანება ჩოგბურთს თავი, მაგრამ თავისი ამ ხანმოკლე კარიერის განმავლობაში ძალიან დიდ შედეგებს მიაღწია. რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის ყოფილიყო საქართველოს არა მარტო ახალგაზრდული, არა მარტო მოსწავლეთა, არამედ ახალგაზრდული ნაკრების წევრიც იყო და თან ლიდერი, კაპიტანი გუნდის. შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის ნაკრები ახალჯერ მოსწავლეთა და შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიოდა. იყო საბჭოთა კავშირის გუნდური ჩემპიონი. საპრიზო ადგილები ჰქონდა ძალიან ბევრ საკავშირო და საერთაშორისო ტურნირებზე. CSI მან ჩვენ დროს ტარდებოდა დინამოს საბჭოს პირველობები. საკავშირო მასშტაბით იმის ჩემპიონი იყო მრავალგზის და საკმაოდ ბევრი ჩოგბურთელი ვერ დაიტრაბახებს ისეთ შედეგებს, როგორიც დათოს ჰქონდა თავისი სპორტული კარიერის დროს. ერთხელ ტელევიზორის ყურების დროს მოვისმინე სალამურზე დაკრული მელოდია. ეს ძალიან მომეწონა და ეს ინსტრუმენტიც სახში მქონდა. ავიღე და ჩავბერე ჩემით და ავაწყე რომელიღაცა მელოდია. შემდეგ მშობლებმა მომიწონოს და მიმიყვანეს პიონერთა სასახლეში, ანსამბლ საუნჯეში. 1 წლის შემდეგ წამოვედი ამ ანსამბლიდან და შევედი 21 სამუსიკო სკოლაში. სადაც სწავლა დამაწყებინა რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა ნოდარ ხოფერია. ერთ ჩვეულებრივ დღეს გაკვეთილს ვატარებ მეორე სამუსიკო სასწავლებელში და ხედავ შემოდის შემდეგ უკვე ნაცნობი ჩემთვის, ესე იგი დაახლოებული, მანამდეც არ ვიცნობდი, თამაზ ოძელაშვილი. და მას ესე იგი ახლავს დათო ოძელაშვილი. ჩემი მომავალი ესე იგი მოსწავლე. არისო დამთავრებული, რომ უკვე გამოვიდა პირველ კონკურსზე. და უცბად პირველი ადგილი. მე შემდეგ ესე იგი წელს რამოდენიმეჯერ კიდევ საქალკო კონკურსზე, ესე იგი რესპუბლიკურ კონკურსზე ლაპარაკი არ იყო იმაზე, რომ ისე პირველ ადგილს აიღებდა და სხვათა შორის შეიძლება მოგზალებული არცა მე ამას ვამბობ, მაგრამ ასე იყო, რომ გამოჩნდებოდა ხოლმე კონკურსზე, ბავშვები, უი, დათო ოძელაშვილი პირველ ადგილზე ახლა ლაპარაკი აღარც არის. სადაც მიდიოდა დათო, ნუ დედა მიყვებოდა ტურნირზე, დედა მიყვებოდა და აი ბალიშის ქვეშ იდებდა ფლეიტას. სასტუმროში იქნებოდა და სადაც იქნებოდა ბალიშის ქვეშ ქონდა, ტურნირს ითამაშებდა, თუ ივარჯიშებდა, მერე იდგა და მეცადინეობდა ფლეიტას. 18 წლის ასაკში უკვე ხდება კონსერვატორიის სტუდენტი და 19 წლის მიდის ის უკვე ავსტრიაში სასწავლებლად, პარალელურად კონსერვატორიაში სწავლობს და ავსტრიაშიც, მაგრამ იქაც რამოდენიმე თვე რჩება, იქ ჩააბარა დათომ ავსტრიის ვენის მუსიკალურ აკადემიაში, მაგრამ სახსრების უქონლობის გამო სპონსორმა აღარ გადარიცხეს თანხები და უკვე ბრუნდება. ამავე დროს დათო ამ პერიოდში თან იყო მიწვეული აი ჯანსულ კახიძის სიმფონიურ ორკესტრში პირველ ფლეიტაზე და სოლისტად იყო. პატარა დათოს დიდი ტალანტი დაფასდა. ის პოლონეთში მოცარტის აკადემიაში ჩაირიცხა. ფლეიტა სულ ამოწურა და ახალი ხმებიც კი ესე იგი მონახა ამ ინსტრუმენტზე. აქამდე ესე იგი ჩვენთვის გაუგებარი.
ეს ამას ძალიან დიდი ისეთი სპეციფიური ახსნა გამარტება უნდა. გარდა ფლეიტის ხმებისა, ესე იგი ფლეიტაზე განსაკუთრებით ესე იგი ფლეიტაზე აკეთებს ამას და ალტფლეიტაზე, განსაკუთრებით ამ ფლეიტაზე. ესე იგი ახალი ბგერები გაჩნდა, სულ სხვანაირი ჩაბერვით, სულ სხვანაირით. და ამას განსაკუთრებით ესე იგი ჯაზურ შესრულებაში იქ ესე იგი ძალიან თვალსაჩინოა და გაჩენს ხოლმე მაგას. ჯაზის სკოლა დათომ ბატონ კოლია ქაშაყაშვილთან გაიარა. ხშირად მივცემთ ხოლმე ესეთ კონცერტებს იმედია. ეს უკვე ეს ჩემი царица. ჯაზ კლუბში თავიდან იყო ტენდენცია, რომ აი კლასიკური ჯაზი საერთოდ დაგრულიყო, მაგრამ მერე თან ჩვენ მოგვაწეოდით, რატომ 4 შაბათს ვიყავით ჩვენი ჯგუფი რა. ნუ მე დათო და კიდე სხვაებიც, რა თქმა უნდა, ანდრო ცხათაშვილის. და მერე მოხდა აი ცოტა ისეთი გადახრა, ასე ვთქვათ რა, ტრადიციული ჯაზური სტილიდან, ჯაზის სტილიდან, ჯაზიდან საერთოდ რა. ნუ ეხლა ამან მე ვფიქრობ, რომ რაღაც დადებითი გამოიწვია თვითონ დამსწრებ მაშინ და აგრეთვე იმიტომ რომ უკვე 4 შაბათი დღე გახდა რომ ესე იგი ანდრო და დათო და ანდრო აკეთებდა პირით იმიტაციას რაღაც გარკვეული ინსტრუმენტების და ნუ ფაქტიურად რეპერტუარში მე თანდათან ნელა-ნელა შევიტანეთ ხალხური ფოლკლორის ელემენტები. ამან კიდევ უფრო დიდი ეფექტი მოახდინა რა და აქედან გამომდინარე უკვე ნუ რაღაც 4 შაბათ დღეს თავისი დატვირთვა ქონდა ასე ვთქვათ რა. ნუ ცოტა განსხვავებული იყო და აქედან გამომდინარე სმენელის კოლა. შავშოვის საკონცერტო რიტუალი, პატარძლის მორთვა და მეგობრების მიერ მისი გაცილება ნეფის სასიზოსტე. თვითონ ფლეიტა არის ესეთი მე იმაჩნია რომ ცოტა შეზღუდული ინსტრუმენტი იმ ხრივ რომ მაინც ერთფეროვანი ბგერა აქვს და მაინც გონია რომ ცოტა ბევრი პრობლემები აქვს ფლეიტას, აი ეს შენი თავი რომ გამოხატო. ამიტომ რაღაც ცადა ეს ხერხი რომ ფლეიტა აიჟღერებინა როგორც ზურნა, დუდუკი, ესეთი ფოლკლორული ინსტრუმენტები ხანდახან ვერც მიხვდები რა ინსტრუმენტი არის და ამ ხრივ რაღაც ამჟღავნებს თავის ხასიათს, ასე ვთქვათ რა. თვითონ ვინც მას კარგად იცნობს, თვითონაც ასეთივე არის, როგორც დაკვრა აქვს პრინციპში და ხანდახან ამ თემაზე ხურობთ კიდეც. ეს სხვანაირი პიროვნება რო იყოს დაუშვათ ესეთი კლასიკური დოგმების, მე მგონი ეს ექსპერიმენტი არ გამოვიდოდა. ერთ-ერთი მინუსი რაც ჩვენ გვაქვს, გვახასიათებს ეს არის რომ ჩვენ აი აბსოლუტურად ყოველ დაკვრაზე აბსოლუტურად უკრავთ free, ასე ვთქვათ, რას უკრავთ არ ვიცით, მაგრამ ნუ გზნობთ ამას ძალიან კარგად და პრინციპში ამას დათო აკეთებს თავისი ხასიათიდან გამომდინარე. ეს რა ქვია, სოლო იქნება ლათში რა, სოლში იქნება სოლო. რა დაუგრა, რა. დათო ნერვების მოშლისმეც არაფერს სცენაზე, იმიტომ რომ ვერ გაიგებ რა ნაწარმოებებს დაიწყებს, რა ტონალობაში, როგორ, მაგრამ როცა ვიწყებთ, მე უკვე ყველაფერი დგება თავის კალაპოტში. ნუ დათო ამასინაც იყო, დათო და პაატა კორსიკაში მიწვევით, ეს ალბათ ისაუბრებდა თვითონ ამ თემაზე. მე არ ვიცი რა წარმატება ხვდა მაგათ როგორც მუსიკოსის, მაგრამ მე ვიცი დათო აიყვანეს ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელად ჩოგბურთში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ის მრავალხრივად მიჭერი ადამიანია და თავის ასე ვთქვათ შანსს არ უშვებს არანაირად ხელიდან.
შიში რა დახატე? შიში დახატე? ვა. რა შიში? მეორე რა დახატე? ლურსნის დაჭედებაზე რა გითხათ? რო უთხრა ლურს მაინ დამიჭე შეიძლება უკუღმა დააჭერა. აი. ფაზავოს ვიში. თუ იმუშავა იმ დღეს თავის თავზე, მოკლედ, და ხელი არავინ არ შეუშალა, მერე დაავალე რაც გინდა. ბაზარშიც წავა, მოიტანს, ყველაფერს შეგისრულებს. ოღონდ იმ დღეს არის მე რა მინდა ვთქვა, რომ თუ თავზე იმუშავა, იმ დღეს კმაყოფილია.